საქართველოს, რომელშიც გვეამაყება ცხოვრება. ქართველი მთავარ ამაყა! ხოდა ეს ბრძოლა აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. საქართველოში უნდა გათენდეს და აუცილებლად გათენდება. მოგესალმებით, ეს არის არხი უმრავლესობა, ეს კი გადაცემა ჯერ საქართველოა. გამოიწერეთ ეს გვერდი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ აუცილებლად მეგობრებს. ჩვენ ხშირად საქართველოს ისტორიას ისე ვუყურებთ, როგორც მუზეუმს, რაღაც სტატიკურს, რომელიც შუშის მიღმა უსაფრთხოდ არის შენახული. ეროვნულ მოძრაობაზე ვსაუბრობთ, როგორც 80-იანი წლების ბოლოსკენ დარჩენილ რომანტიკულ მოგონებაზე. ვარდების რევოლუციას აღვიქვამთ, როგორც პოლიციის რეფორმებისა და შუშის შენობების ვიდეოს კოლაჟს. ხოლო კმარა ჩვენთვის სტუდენტური აქტივიზმის დასრულებული ფურცელია. მაგრამ მათთვის, ვინც დღეს 2026 წელს რაღაცის შექმნას ვცდილობთ, ეს ყველაფერი მხოლოდ სახელმძღვანელოს თარიღები არ არის. ეს არის ფარული მექანიზმები, რომლებიც დღემდე განსაზღვრავენ თუ როგორ მუშაობს ძალაუფლება ამ ქვეყანაში. ჩვენ მუდმივად ვსვამთ კითხვას: რატომ მოსდევს ყოველ ქართულ გარღვევას იმედგაცრუების ციკლი? ჩვენი პოლიტიკის არქიტექტურის გასაგებად საჭიროა ამ წერტილზე დაკვირვება, სადაც აკადემიური თეორია და ქუჩის რეალობა ერთმანეთს კვეთს. დღეს ჩემი სტუმარია ადამიანი, რომელიც ზუსტად ამ გადაკვეთაზე მოღვაწეობს. ის არის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, რომელმაც ახლახან გამოსცა წიგნი დოკუმენტური პროზა სახელწოდებით პოლიტიკური გაკვეთილები. ის დაგვეხმარება იმ გაკვეთილების გაანალიზებაში, რომლებიც თითქოს უკვე ვისწავლეთ და იმ შეცდომების პოვნაში, რომლებსაც მუდმივად ვიმეორებთ. ირაკლი, გამარჯობა, როგორ ახლა? გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. პირიქით მადლობა შენ მოსვლისთვის. ჩვენ დღეს ბოლოდროინდელი ისტორიას შევეხებით, აი მე-20 საუკუნის ბოლო მომენტებიდან დღემდე და ყველა ისტორიულ გაკვეთილს და თვალსაჩინო რომ შენ წიგნის, რომელთაც მოხვედრ დღეს ხუია პოლიტიკური გაკვეთილები და აუცილებლად შევეხებით და ვისაუბრებთ ამაზეც. მინდა დავიწყო სამი ძირითადი თემა მექნება მე, რაზეც მინდა რომ ვესაუბრო, ეს არის ეროვნული მოძრაობა, შემდგომ კმარა და კმარას შემდეგ კმარას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ შემდეგ ვარდების რევოლუცია მოხდა და აი ამ სამ თემას შევეხებით რა. შენს გვერდზე ვნახე მე რამდენიმე მომენტი, რომელიც დამაინტერესა და აქ ცოტა უფრო ცვლად შეგიძლია ისაუბრო და მეგონი მაყურებელთვისაც საინტერესო იქნება. მაგალითად ისეთი კითხვების დასმა, როგორც არის, ვინ მოკლა ზვიად გამსახურდი, ან ვის მიუძღვის წვლილი მოკლედ იმაში, რაც მოხდა ზვიად გამსახურდიას ბოლო დღეს, სიცოცხლის ბოლო დღეებში. რის გამო აკრიტიკებდნენ ზვიად გამსახურდიას? ანუ რა იყო ძირითადი მიზეზები იმისა, რომ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ზვიად გამსახურდიას მიმართ კრიტიკა იყო რაღაცა სულ აქტუალური და რაღაცა მიზეზები მართლა ხომ არ არსებობდა, რის გამოც შეიძლება მართლა გაეკრიტიკებინოთ ზვიად გამსახურდია. მე ვიტყოდი, რომ ზვიად გამსახურდიას სიკვდილი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ამას რა ვიცი, შემდეგ მომავალში ძალიან ბევრი წელი ვიმკიდით ქართველები. და ვიმკით ალბათ ახლაც კიდე. ალბათ ახლაც ვიმკით, იმიტომ რომ ეს კაცი იყო მართალია იყო ხისტი თავის სიმართლეში, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ეს სიმართლე მას უბრალოდ არ აპატიეს და დაასრულა სამწუხაროდ, მოწამეობრივად შეიძლება ესე ითქვას სიცოცხლე. რატომ აკრიტიკებდნენ? თავიდან პირველად, როდესაც დისიდენტური მოძრაობამ დაიწყო გაერთიანება, ეს იყო 1987 წელს და ისინი ცდილობდნენ, რომ ერთიანი ფრონტით ემოქმედათ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, უკვე ამ პირველივე შეკრებაზე ზვიად გამსახურდია არ დაპატიჟეს და ამის ძირითადი ინიციატორები იყვნენ თამარ ჩხეიძე და ზურა ჭავჭავაძე იმ პერიოდში, იმიტომ რომ ის და გარკვეული ნაწილი დისიდენტებისა თითქოს არ პატიობდა ზვიად გამსახურდიას იმ მონანიებას, რაც მან გააკეთა დაჭერის დროს. კგბ-მ რაც პირდაპირ მეშვეობით მოუწყო. კი ბატონო, აღიარებინა, თუმცა ეს როგორც ვიცით იყო ტაქტიკური სვლა და იყო ასევე მერაბ კოსტავასთანაც შეთანხმებული და ამაში რაღაცა განსაკუთრებული ტრაგედია არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს კოსტავა იყო პირიქით ამის მომხრე, რომ ვიღაცა უნდა დარჩენილიყო, როცა ის ციხეში იყო წლების განმავლობაში. და მან გარეთ არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, ის იბრძოდა ქართული ენის დასაცავად და იბრძოდა იმ დისიდენტებისთვის, რომლებიც იყვნენ დაკავებული ციხეში, მას ჰქონდა შექმნილი ჰელსინკის ორგანიზაცია, ის იცავდა ადამიანის უფლებებს და ამ კუთხით ის საკმაოდ აქტიური იყო გარეთ და როდესაც მერაბ კოსტავა გამოვიდა, ის გადაეხვია პირველ რიგში ზვიად გამსახურდიას და ესე ვთქვათ გამოაცხადა როგორც ეროვნული მოძრაობის უალტერნატივო ლიდერი, მაგრამ ამას არ ეგუებოდნენ იმ პერიოდში სხვადასხვა დისიდენტები, იმიტომ რომ მათ იცოდნენ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა და სურვილი იმისა, რომ თვითონ ყოფილიყვნენ ლიდერები ამ დამოუკიდებლობის. ანუ აინც ეგოიზმამდე მივდივართ, რომ რაღაცა გამარტივი ეგოისტური იყო, პიროვნული დაპირისპირებები იყო დიდი და აი ეს ამბიციები იყო, რამაც განაპირობა შიდა დაპირისპირებები.
და ზვიადს ამ კუთხით ძალიან უჭირდა თავისი სიმართლის გატანა იმ გაგებით რომ ყველა მხრიდან ფაქტიურად მას ჰქონდა შემოტევა ამ კუთხით და სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ ხარდაჭერების დიდი ყავდა, მოწინააღმდეგეები ძალიან ბევრი ყავდა. ეგოიზმის მიღმა მოკლედ რა შეიძლებოდა ყოფილიყო? სიმართლე ის იყო, რომ საქართველო იყო დაპყრობილი ქვეყანა და იყო ტოტალიტარული რეჟიმი საქართველოში. შესაბამისად, ყველა ადამიანს უმრავლესობას აქ უწევდა თანამშრომლობა რეჟიმთან. ის იყო გასაგებია სუფთა ადამიანი, მაგრამ ფაქტიურად მარტო იყო ამ ბრძოლაში, ერთეულებს თუ არ ჩავთვლით. ამიტომ მისი სიხისტე ზუსტად ამაში გამოიხატებოდა, რომ ის უპირისპირდებოდა ყველას, ვინც რეჟიმთან რაღაც გარკვეულწილად თანამშრომლობდა, მაგრამ უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ იყო ამ ადამიანების თავისუფალი არჩევანი, რადგანაც ისინი დაიბადნენ უკვე იმ მოცემულებაში, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე არსებობდა. მათ ფაქტიურად აღარ ახსოვდათ დამოუკიდებელი საქართველო და ისინი უბრალოდ მოცემულებად აღიქვამდნენ ამ ყველაფერს. ქართველი კომუნისტები არ ყოფილან კლასიკური გაგების კომუნისტები, მაგალითად, რომლებიც სოციალურ კლასს მიიჩნევდნენ უპირატესად. ქონება მაინც ხო კომუნისტებს საბჭოთა კავშირში ქართველებს ქონდა. ისინი ჩვეულებრივად ქართველობდნენ სუფრაზე, მათზე ნაკლებით ამადა არავინ იყო, არაჩვეულებრივ თეატრებს დგავდნენ, სპექტაკლებს, კინოებს იღებდნენ, ხო, მსახიობები არაჩვეულებრივად ძალიან ცნობილები იყვნენ, ხო? აი ამ ადამიანებთან მე ვფიქრობ, აი ზვიად გამსახურდიას გზამ თუ შეიძლება რომ ეს ვისწავლოთ, აი რა გაკვეთილი გვაჩვენა, ის არის რომ როდესაც ხელისუფლებაში მოდიხარ ან როდესაც უკვე ხდები გარკვეული კუთხით ეროვნული ლიდერი, შენ უფრო მეტად კომპრომისებზედაც უნდა იფიქრო, იმიტომ რომ აი ამ სიხისტემ ფაქტიურად ის დაღუპა, იმიტომ რომ ის დაუპირისპირდა სხვა სოციალურ ფენებს იმდენად, რომ ის ადამიანებიც ჩაიკეტდნენ, მათ მიიჩნიეს ზვიადი უკვე როგორც მტერი და ისინი ყველაფრისთვის მზად იყვნენ, რომ ოღონდ ზვიად გამსახურდია ჩამოეგდოთ და ოღონდ ზვიად გამსახურდია არ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ხომ? აი ამას გულისხმობ. ამიტომ ჩვენ დღეს მხოლოდ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ თუ როგორ მოხდეს საზოგადოების ამა თუ იმ ფენის გარიყვა და ესე ვთქვათ დაპირისპირება დაყოფა, ხო, არამედ უნდა ვიფიქროთ ეროვნულ თანხმობაზე, ანუ რაღაცა ისეთ რაღაცებზე უნდა ვიფიქროთ, რაც ჩვენ ერთს აერთიანებს, რაც ჩვენ გაგვაერთიანებს და არამეტად დაგვყოფს, ხო? მესმის რომ ზვიად გამსახურდია მართალი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს სიმართლე მას დაუჯდა იმათ, რომ ყველა მას დაუპირისპირდა ეს ელიტა, უმრავლესობა ამ ელიტიდან, რა თქმა უნდა, ერთეულები მის მხარეს იყო, მაგრამ ფაქტიურად ვისაც კი ქვეყანაში რაიმე ესე ვთქვათ სიტყვა ეთქმოდა, ვინც რაღაცას წარმოადგენდა, ვინც რაღაცას აკეთებდა, ყველა მის წინააღმდეგ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ზვიად გამსახურდიას მომხრე იყო. ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. პირველი ლეგიტიმური პრეზიდენტი. კი, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალა ჰქონდა მის მოწინააღმდეგე მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ უმცირესობაში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი თვლის, რომ ერთი მუშტა პუჩისტები იყვნენ, ესე არ იყო. მათ ჰქონდათ საკმაოდ გავლენა როგორც შიგნით ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო არენაზე. ისინი ცდილობდნენ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და ესეც გამოვიდა, რომ მათ რუსეთის დახმარებით მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება და ისინი ცდილობდნენ ასევე დასავლეთში ზვიად გამსახურდიასთვის უარყოფითი იმიჯის შექმნა. რაც ნაწილობრივ მოახერხეს კიდევ. ის იმიჯი რომ ის ჩამოყალიბდა როგორც პატარა სადამ ჰუსეინი თითქოს საქართველოში, რომელიც არის ეთნონაციონალიზმზე დგას. ზვიად გამსახურდია სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, რა თქმა უნდა იბრძოდა ქართველების უფლებებისთვის და ეთნონაციონალიზმი მისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ დაპყრობილი ქვეყანა ვიყავით. მაგრამ როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, ის უკვე ცდილობს ამ კუთხით რაღაც სიტუაციების დალაგებას, ცდილობს ეთნო კონფლიქტები არ გავხდეს. საქართველოში სხვა ეროვნების რა თქმა უნდა კომპრომისებზე წასვლას ფიქრობს, რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე იმდენად დაგორებული იყო მის წინააღმდეგ ესე ვთქვათ საერთაშორისო პროპაგანდა და ქართველები უწყობდნენ პირველ რიგში ვდპ უწყობდა ამას ხელს და გია ჭანტურია, რომელიც ფიქრობ, რომ იყო ასევე ძალიან ნიჭიერი და ძალიან ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ გული მწყდება, რომ მან აი ესეთი აი გიას ხსენებას ვაპირებდი, მოდი სანამ კონკრეტულად ვახსენებ, მანამდე პირველ კითხვას დაუბრუნდეთ, ხო? თუ კი გამოვყოფთ მაინც და მაინც თუ კი მოგვინდება მოკლედ გამოყოფა იმ ადამიანების, მოდი ვთქვათ 5 ადამიანი, ვისაც ბრალდებაში ნუ გადავართ, მაგრამ მოდი ვთქვათ, ვისაც პირდაპირ მშობლით ბრალი მიუძღვის მოკლედ იმაში, რაც მოხდა და იგულისხმება აქ, ასე ვსაუბრობდით ჩვენ ზვიად გამსახურდიას სიკვდილში. ან ყოველ შემთხვევაში მისი პოლიტიკური ცხოვრების რაღაცა განადგურებაში ვისზე შეიძლება ვსაუბრობდეთ პრიმიტიულად რაღაცა კიტოვან და იოსელიანის მიღმა, იმიტომ რომ გასაგებია დაპირისპირებული მხარე იყო პირდაპირ მუშაობით. კიტოვანი და იოსელიანი უბრალოდ იყვნენ შავი საქმის შემსრულებლები. რეალურად ეს იყო დიდი გეოპოლიტიკის ნაწილი და აქ
ფაქტიურად ეროვნული მოძრაობა და ზვიად გამსახურდია ფაქტიურად ამოვარდნილი იყვნენ იმ დროის გეოპოლიტიკურ შეთანხმებაში და რას გულისხმობ ამაში. აი დიდი მნიშვნელობა ჩვენარი პატარა ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო საჩატრო დაბაზე როგორ დაალაგდებიან დიდი სახელმწიფოები. გეოპოლიტიკა რა აქ ჩვენ რაც არ უნდა ხალხს შეიძლება გვინდოდეს სამწუხაროდ ზვიად გამსახურდიას უმრავლესობა უჭერდა მხარს, მაინც უმცირესობა მოახერხა მისი ჩამოგდება, ხო? რატომ მოხდა ეს? ეს იმიტომ მოხდა, რომ იმ პერიოდში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდი უპირატესობა მოიპოვა საბჭოთა კავშირთან და რუსეთთან, რადგანაც მოახერხა ის, რომ დიპლომატიით მან კომუნიზმზე ათქმევინა უარი პირველ რიგში რუსებს. ეს დიდი გამარჯვება იყო. ცივილიზაციუმში გაიმარჯვა და უკვე რაღაცა დომინანტური იყო. წარმოიდგინეთ, რომ იგი აღმოსავლეთ ევროპა მთლიანად გაათავისუფლა ბალტიისპირეთი, რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, მიაღწიეს, რომ თავისუფლები უნდა გამხდარიყვნენ და ბირთვული იარაღით და საერთოდ ეს დიდი იარაღის შემცირება მოხდა დაახლოებით 30-40%. ეს იყო ამერიკისთვის უდიდესი გამარჯვება, ხო? ამ ფონზე რუსეთს რაღაცა უნდა დარჩენოდა, ხა ბოლომდე ვერ გაწირავდნენ, ხო? ამდენი დათმობება გააკეთა. შესაბამისად, მან მისი ესე ვთქვათ, სურვილი იყო, რომ შენარჩუნებული იყო დანარჩენ საბჭოთა კავშირში მისი გავლენის სფეროები. როგორ უნდა ყოფილიყო შენარჩუნებული ეს გავლენის სფეროები? ერთი, რომ სამხედრო ბაზები უნდა დარჩენილიყო ყველგან, ამ 12 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან. მეორე, ის ელიტა არა, სამი გავიდა, გათავისუფლდა და გახდა ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა. დარჩა 12 და ამით რუსეთის ჩათვლით, ხო? ესე ვთქვათ, მეორე იყო ის, რომ ის ელიტა, რომელიც ამ მოლაპარაკებებში იყო ჩართული, რომელიც რაღაცას წარმოადგენდა კრემლში და საბჭოთა კავშირის დაშლაში მიიღო მონაწილეობა და თანახმა იყო ამაზე, მათ უნდა გადაენაწილებინათ ეთნიკურობის მიხედვით თავიანთი რესპუბლიკები. და ამ კუთხით კრემლი ფიქრობდა, რომ შეინარჩუნებდა გავლენას, მაგალითად აზერბაიჯანში ალიევი, საქართველოში მოიაზრებოდა შევარდნაძე, ხო? შესაბამისად, ჩვენ მივდივართ აი ამ გეოპოლიტიკურ თამაშამდე, რომელიც თითქოს ბუნებრივად უნდა გაგრძელებულიყო, შევარდნაძე ჩამოსულიყო, აქ მას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ელიტაში, რაღაც გარკვეული დიდი ისტორიის კაცი იყო, რაც არ უნდა მას თავისი გზა ჰქონდა, უჭერდა მხარს ყოფილი კომუნისტური პარტია, ბიუროკრატია და ამაზე მინდოდა თქმა, რომ აი ეს ზვიად გამსახურდიას ალბათ ერთი შეცდომა შეიძლება ესეც იყო, რომ მან არ გამოიყენა ის კომუნისტური კადრები თავი ხელისუფლებაში, ამას ვერ გამოიყენებდა იმდენად მისი პოლიტიკა უკვე დაპირისპირებული იყო მათთან. პირველი ილუსტრაციის კანონი. ხო, თუმცა წარმოიდგინოთ ახლა მაგალითად უამრავი კომუნისტი ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა შეიძლებოდა მანამდე არ ქონოდა დამოუკიდებლობაზე ან სხვა რაღაც ქართულ მატერიებზე, ხო და უბრალოდ მოცემულობით ცხოვრობდა. ისინი პროფესიონალები იყვნენ თავის საქმეებში, შეიძლება იყო სხვადასხვა ქარხნები, გზები, ინფრასტრუქტურის, ხო, ეს ხალხი პროფესიონალები იყვნენ თავიანთ გარკვეულ სფეროში და ამათი გარიყვა, ესე რომ ვთქვათ, ძვირად დაუჭდა, ხო. ასე რომ მივედით იქამდე, რომ ამერიკას არ ქონდა რაღაც განსაკუთრებული პრიორიტეტები, თუმცა ნიქსონიც გამოაგზავნეს და რაღაცა მცდელობა იყო, რომ ეროვნულ მოძრაობა და ზვიად გამსახურდიასთან ურთიერთობები დაელაგებინათ, მაგრამ ისინი ამ მოლაპარაკებების მიღმა კიდევ საქართველოსაც და კავკასიასაც ვერ გამოგლეჯდნენ რუსეთს ხელიდან იმ პერიოდში და შესაბამისად ნაკლებ პრიორიტეტებში შედიოდა ამერიკისთვის. ამის რა თქმა უნდა, რუსეთმა ისარგებლა და თავისი გეგმა რაც იყო, რაც უნდა განახორციელებინა მანამდე, განახორციელა და საქმე რაშია. რუსეთი იმ პერიოდში ვერ პირდაპირ ინტერვენციას ვერ მოახდენდა ვერც ერთ რესპუბლიკაში, იმიტომ რომ ის ვითომ დემოკრატიის გზაზე გადადიოდა, ვითომ დემოკრატიული სახელმწიფო უნდა გამხდარიყო, ამიტომ ის თავის მიზნების განხორციელებას ფარულად ახორციელებდა და ქართველების ხელით, სეპარატისტების ხელით, ამიტომ კავკასიაში, ხო, აი დღეს აღარ არის ესე, ხო, დღეს პირდაპირ ადგა რუსეთი და შეიჭრა მაგალითად უკრაინაში, იმიტომ რომ ეს შენი დემოკრატიის იმიჯი აღარ ჭირდება. აღარ დაჭირდა. როგორც არ ჭირდებათ კოდს, აღარ დაჭირდათ კოდსებს. ხო, თუ აღარ დაჭირდებათ, ხო. ამიტომ იმას ვამბობდი, რომ ესე იგი საქართველოში და კავკასიაში მათ გაჩახეს კონფლიქტები და ამით ფაქტიურად ეროვნული მოძრაობები ესე ვთქვათ დაასუსტეს, ვინც იყო ცოცხალი ფაქტიურად მათი განეიტრალება მოხდა და ხელისუფლებები მაინც გადაიბარეს ამ ყოფილმა კომუნისტმა ლიდერებმა, რომელიც კრემლს თავდაპირველად ჭირდებოდა. თუმცა მე უკვე სხვა თემაა, რომ შევარდნაძეც განუდგა უკვე რუსეთს და რუსეთი არ ყოფილა მონოლითური იმ პერიოდში და სხვადასხვა კლანური დაპირისპირებები იყო და მაგალითად სამხედროებს მაინტერესი ჰქონდა, ელცინის სხვა ინტერესები და ასე შემდეგ. თუკი მაინც სწორად გავიგე მე და სწორი დასკვნები გამოვიტანე, ან ნაწილობრივ სწორი მაინც მოდი კითხვას დაგისვამ და მინდა ასპექტების მნიშვნელობას გავითვალისწინოთ მაგაში, ანუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ კითხვაში იმას, რომ აი
თავიდანვე იყო ეროვნული მოძრაობა, რაღაცა განწირული წარუმატებლობისთვის და რაღაცა იმ მიზნის არ მიღწევისთვის, რაც ჰქონდა დასახული და რამდენად იყო ამ წარუმატებლობაში ფაქტორი შიდა დაპირისპირება გასაგებია, მაგალითად, რამდენად დიდი ფაქტორი იყო აგვისტოს პუტჩი, ხო, ის 3 საათი რაც გრძელდებოდა, მაგან განაპირობა, მაგრამ მე მაინც მაინტერესებს, რომ არ ყოფილიყო აგვისტოს პუტჩი, იქნებ ცოტათი სხვანაირად წასულიყო ვითარება, იქნებ რაღაცა სხვანაირად მომხდარიყო. ამ გადმოსახედიდან განწირული იყო, იმიტომ რომ რუსეთი არ დაუშვებდა საქართველოს სრულ დაკარგვას. ამიტომ ის ყველაფერს გააკეთებდა, რომ გავლენა აქ შეენარჩუნებინა. ამ გადმოსახედიდან ესია, მაგრამ თუ ეროვნული მოძრაობა იმოქმედებდა ძალიან რაციონალურად რუსეთთან და რუსეთისთვის ის არ აღიქმებოდა რაღაც გარკვეულ საფრთხედ, ხო? მაშინ შეიძლებოდა რაღაც ურთიერთობები დალაგებულიყო, თუმცა შევარდნაძის ფაქტორი დიდი იყო და შევარდნაძის რამდენად გაწევდა რუსეთი არ მგონია. ამის მიუხედავად ალბათ ცდილობები და შეიძლება რაღაც კუთხით რამდენიმე წელი გაეხანგრძლებებინა ეროვნულ ხელისუფლებას, ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. თქვენ ახსენეთ აგვისტოს პუტჩი, ხო? საქართველოში იმდენად იყო ანტირუსული ისტერია, რომ ესე ვთქვათ გამსახურდიაც ფაქტიურად და ყველა ეროვნული ლიდერი ამის ტყვეობაში იყო, რომ ოდნავ კი რამე პრორუსულს ან რაღაცას ისეც თუ გააკეთებდნენ, ყველა ერთმანეთს დაესხმებოდა თავს. მაგალითად, ამის გამო ზვიად გამსახურდიამ ეკონომიკურ ხელშეკრულებაზედაც კი თქვა უარი რუსეთთან. იმდენად ესე ვთქვათ ხიდები იყო ჩატეხილი, ხო? ამ ეკონომიკურმა ესე ვთქვათ ხელშეკრულებაზე უარმა კი ჩვენ უფრო დაგვაზარალა, ვიდრე დაუშვათ რუსეთი ან და თავად ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას დააზარალა, ხო? ეხლა რაც შეეხება აგვისტოს პუტჩს, ეს უკვე ემთხვევა თვითონ მოსკოვში გადატრიალებას, იცით რომ იქ მოხდა გეკეჩეპეს გადატრიალება, ეს იყო სამხედროების გადატრიალება, რომლებსაც სურდათ შეეჩერებინათ საბჭოთა კავშირის რღვევა. და პირდაპირ ხელისუფლება აიღეს 2-3 დღით აიღეს, მაგრამ გამოაცხადეს რომ მორჩა თქვენი დემოკრატია, მორჩა თქვენი გარდაქმნები, არავითარი თავისუფლება არ გეწევათ. დაიჯერა, ყველამ დაიჯერა იმ 2 დღის განმავლობაში მართლაც იყო. საქართველოს იმ პერიოდში შინაგანი ჯარის ფარგლებში იყო შექმნილი ეროვნული გვარდია, რომელსაც სარდალი იყო კიტოვანი იმ პერიოდში, რომელსაც თავდაცვის ფუნქციები უნდა ქონოდა, ხო? ჩემი კვლევებით ესეთ გინდება, რომელსაც ზოგი ზვიადისტი დღეს კომენტარებში მიკომენტარავდა, რომ ეგრე არ იყო, მაგრამ საბუთიც მაქვს ნანახი, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოითხოვა, რომ დაშლილიყო ეროვნული გვარდია, დაშლილიყო და ამიტომ ზვიად გამსახურდია არ შევიდა დაპირისპირებაში რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ლიდერები, სხვა რესპუბლიკების ლიდერები, თან დიდი, ესე ვთქვათ, გამადიდებელი შუში დაკვირდებოდნენ, რა მოხდებოდა მოსკოვში, იმიტომ რომ ამაზე ბევრი რამე იყო დამოკიდებული. შეიძლებოდა მართლა ისევე დაბრუნებულიყო სტალინური რეპრესიები და საბჭოთა კავშირი, ამიტომ არავინ არ იცოდა რა მოხდებოდა. ხო, ამიტომ ზვიად გამსახურდიამ ეს რაღაც გარკვეული ტაქტიკური ნაბიჯი გადადგა, რომ კი მე თანახმავ იქნები ეროვნული გვარდიის გაუქმებაზე და იმას შეუცვალა ფუნქცია და მხოლოდ პოლიციური უფლებები დაუტოვა. ეს ჩათვალეს მაშინდელმა ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობამ ღალატად, რაც აღმოჩნდა მიზეზი, ხო, მე კი ეს გახდა რკონის გასვლის დაახლოებით 7000 კაცით გავიდა კიტოვანი და ყარყარაშვილიც ასევე, რომელიც დიდი პატივისცემაც მის მიმართ, მაგრამ მის ბიოგრაფიას რო წაიკითხავდა, მის ავტობიოგრაფიას, მიხვდებით, რომ ბევრი რამე იმ პერიოდში ისე არ იცოდა, როგორც ახლა აქედან ჩანს. და ის მართლაც პატრიოტი იყო და თავის ქვეყანას ისე ემსახურებოდა, უბრალოდ მოხვდა იმ ადგილას, სადაც მოხვდა იმ პერიოდში. თორე სხვა შემთხვევაში შეიძლება სხვანაირად მოქცეულიყო, მაგრამ ეს მათ მიიგჩინეს როგორც ღირსების შელახვათ, იმიტომ რომ ისინი მათ უნდათ თავდაცვა და ჯარის ფუნქცია ქონოდათ და არავითარი პოლიცია. მაგრამ რატომაც ისევ აღდგა მოსკოვში ესე ვთქვათ გორბაჩოვმა როგორც კი დაიბრუნეს ძალაუფლება და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ელცინი მივარდა პირდაპირ ხალხთან ავარდა იმაზე რა ქვია ტანკზე და ფაქტიურად ეს ხანში შესული გენერლები ფაქტიურად გამოყარეს კრემლიდან დაბრუნდა ისევ ძველ ესე ვთქვათ რელსებზე რუსეთის განვითარება და აი აქ უკვე რა თქმა უნდა ზვიად გამსახურდიამ ისევ დააბრუნა ეს ფუნქცია, მაგრამ აღარ მიიღეს ეს ყველაფერი და კვლევების მიხედვით გინდება რომ უკვე აი ამ აგვისტოში მიიღეს გადაწყვეტილება ზვიად გამსახურდიას საბოლოოდ ჩამოგდების შესახებ. შენ თქვი რომ ვიღაც ზვიადისტები ამაზრს არ ემხრობიან, მეც ეგრე ვიცოდი რომ იყო რუსეთიდან, იმ რამდენიმე დღის განმავლობაში ის
მართავდა რუსეთს იმათგან დირექტივა, რომ აი დაშალეთ ეროვნული გვარდია და ეს დირექტივები იყო ყველა პოსტსაბჭოთა იმ დროისთვის მოკლედ ამ ქვეყნების მიმართ, რომ დაშალეთ ესე ჩვენ შემთხვევაში იყო ეროვნული გვარდია. მეც ესე ვიცი, ზვიადისტები დარწმუნებული ვარ არ იტყოდნენ მხოლოდ იმას, რომ ეს ესე არ იყო და იტყოდნენ მათ ვერსიასაც და ამაზე თუ შეგიძლია გითხრა რამდენიმე სიტყვა, რომ მათი ვერსია ის რომ უბრალოდ არანაირი დათმობაზე არ წავიდა, გამსახურდია ალბათ რაღაცა ნაწილობრივ მართალიც არის, იმიტომ რომ როგორც კი აღმოჩნდა ის რომ ესეთი გადაწყვეტილება ზვიად გამსახურდია მიიღო არ არის აუცილებელი რომ ყველას ცოდნოდა იქ, იმიტომ რომ ეს ძალიან რამდენიმე დღეში ხდებოდა, ძალიან სპონტანურად ხდებოდა. მე მგონი პრაგმატული გადაწყვეტილებაც იყო ფორმალურად შეცვლა იმის მართლა პოლიციელს სანამ ეხა პირდაპირ არ შევალთ რუსეთის ჯართან კონფლიქტშიო, ჯობია რომ ესე გავაკეთოთ, ხო? და მე სულ ამას ეუბნებოდა მე ესე ვიცი, მაგრამ ამაში ყველა ზვიადისტი რომ ჩართული ყოფილიყო, ამის აუცილებლობაც არ არის, რომ ამიტომ რაც ახსოვთ იმ ადამიანებს თამეთ გადმოსახედიდან, რომ ესეთი ფაქტი არ ყოფილა, იმას ამბობენ და მესმის მათიც. და დამტკიცდა კიდევაც რა, როგორც თავად ახსენე, ეს ამბავი დასრულდა, აღდგენა ზვიადის მხრიდან იყო მცდელობა, მოკლედ ეროვნული გვარდიის და ამაზე თვითონ უარი, მოკლედ უბრუნდებით მაინც ამ იმას აქვია, ხო, რაღაცა პირად რახვებს სახელმწიფოს ხალათს, ეგოიზმს და ასე შემდეგ. იმ პერიოდში როგორც გითხარით, ამ თავარი ფიგურა, რომელიც აქ უნდა დაბრუნებული იყო ხელისუფლებაში, იყო შევარნაძე, შესაბამისად ის იყო მოსკოვში. ის არ ხდებოდა არც ჭანტური, მას რა ქვია, კიტოვანს და არც ჯაბაიოსელიანს, როგორც ბინძურის საქმის შემსრულებელს, მაგრამ დანარჩენი ოპოზიციონერები სულ მასთან დადიოდნენ. სტუმრობდნენ და ის ფაქტიურად იქიდან კოორდინაციას უწევდა, მაგრამ შევარნაძე იყო ძალიან ფრთხილი პოლიტიკოსი და მას არ სურდა, რომ ასოცირებული ყოფილიყო აი ამ სისხლიან გადატრიალებასთან ან რაღაცა უბედურებასთან. ამიტომ ის საჯაროდ ფაქტიურად არ აქტიურობდა იმ პერიოდში, უბრალოდ აქედან ჩასულ ქართველებს ამხნევებდა და აძლევდა რაღაც გარკვეულ დირექტივებს. უშუალოდ აქ ადგილზე ჯაბაიოსელიანს და კიტოვანს კურირებდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი, ბეპაევი იყო მისი მოადგილე უშუალოდ, რომელიც ინსტრუქციებს აძლევდა და ეხმარებოდა, მაგრამ ესეც არ წარმოიდგინოთ ისე, რომ კიტოვანი ან ჯაბაიოსელიანი რაღაცა ხელმოწერილი აგენტები იყვნენ, ესე არ იყვნენ. სხვანაირად ხდებოდა, მათთან ურთიერთობა იყო მეგობრული, ისინი მეგობრობდნენ ამ გენერლებთან, რუს გენერლებთან ერთად და ისინი ამხნევებდნენ, რომ იცი რა, მოდი ახლა აგერ მოგცემ იარაღს, გაგამხნევი, რატომ უნდა გქონდეს ზვიადის ხელისუფლება, აგერ თქვენ და მოკლედ აი ამ ესეთ ადამიანურ ფაქტორებზე მე ვერიდები ამ ადამიანებს რომ რაღაცა მოღალატე უწოდ, რაღაც მხრივ არიან კიდევაც თუ ავიღებთ ლეგიტიმური ხელისუფლების პირდაპირობით ღალატს, მაგრამ ასეთი დიდი უგოროდება მე მგონი სხვა საქმე მესმის რომ იგივე იმ ადამიანებს ვსაუბრობთ, ვინც უბრალოდ მანამდე თუ მერე აფხაზეთის ომში იბრძოდა და ფედრიონის წვლილი ამ შემთხვევაში უნდა დაგვაუწყდეს, თუმცა კარგი ცუდს არ უარყოფს და ცუდი კარგს არ უარყოფს და ფედრიონს ძალიან ბევრი ადამიანი ყავდა ისეთი, ვინც გულწრფელად მივიდა პატრიოტი იყვნენ, ჩაეწერა და ომში დაეცა და დიდება მათ ხსოვნას, მაგრამ ბევრი ისეთი ადამიანი მიკერდა. აი პოლიტიკურ თამაში ეს შეიარაღებული დაჯგუფება გამოიყენა გასაძარცვად, განსაკუთრებით სამეგრელოში და სიები ჰქონდათ, იცი, ამ ადამიანებს ვინ უნდა დაეყაჩაღებინათ და სიების მიხედვით მინდიოდნენ და ზვიადის ამბავი იყო, ხო, სამეგრელოში განსაკუთრებით სისასტიკე მათი მხრიდან. კი, და რო გეკითხათ, ისინი იბრძოდნენ დემოკრატიისთვის, მაგრამ რა იყო მათი ამბავი იმაში, რომ აი თუ ზვიადთან ბრძოლა და მიზეზები გასაგებია, რის გამოც ებრძოდნენ და რანაირადაც ებრძოდნენ, მაგრამ რა იყო გამოსაჩენად რის გამო ებრძოდნენ ზვიადს, ანუ რა იყო კონკრეტული ან ზვიადის სიტყვა, ან ქმედება, რაც არ ვიცი, მხედრიონისთვის თუ შემდგომში უკვე პუჩის ელიტისთვის რაღაცა ფეხწამოსაკრავი ამბავი იყო, რის გამოც ზვიადს როგორც მინიმუმ მასაში წარმოაჩენდნენ მას როგორც რაღაცა შეცდომების დამშრალ ადამიანად. პირველი იყო ეს საკადრო პოლიტიკა, მეორე იყო რომ ალბათ ეთნონაციონალიზმი და მას როგორც ფაშისტი ისე წარმოაჩენდნენ და მესამე იყო დიქტატურისკენ მიდრეკილებები. და აქ ფაქტიურად ზვიად გამსახურდიას იმდენად სტრესში ამყოფებდნენ ყოველდღიურად, მას სულ აქციები ჰქონდა, სულ წინააღმდეგობები ჰქონდა, ის შეიძლება რაღაც გარკვეულ ტაქტიკურ ადამიანურ შეცდომებს უშვებდა ესეთ დროს. აი მაგალითად თვითონ ჯაბაიოსელიანის თავის მემუარებში ამას წერს, რომ 9 აპრილს გამოცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, ზვიად გამსახურდია გამოაცხადა, 14 აპრილს მან უზენაეს საბჭოს აარჩევინა თავი პრეზიდენტად. 26 მაისს ამ სადღაც თვენახევარში უკვე ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და პრეზიდენტის სტატუსით მიიღო მონაწილეობა და ავირჩიეთ ქართველებმა პრეზიდენტად. ხო, ამის აუცილებლობა არ იყო ხა, ანუ რაში ჭირდებოდა ზვიად გამსახურდიას ეს სტატუსი, ხო, მაგრამ ეს გამოიყენა ოპოზიციამ იმისთვის, რომ აი მას იმდენად უნდა პრეზიდენტობა, რომ ესე იგი ძალაუფლება აინტერესებს მარტო და ეს სტატუსი მოირგო ჯერა დემოკრატიაში ხა დღევანდელი გადმოსახედიდან დემოკრატიული ნაბიჯია. ჭირდებოდა მეც ესე ვფიქრობ გამსახურდიას
ეს სტატუსი არ ჭირდებოდა იმ პერიოდში, იმიტომ რომ მაინც გაიმარჯვებდა არჩევნებს, მაგრამ ესეთი იყო მაგალითად თვითონ სამთავრობო მედიები დახურა მან და ეს გამოაცხადეს როგორც პრესის შეზღუდვა, არა და სრული უფლება ჰქონდა ზვიად გამსახურდიას, რომ ეს რაღაც გარკვეული მედია საშუალებები დაეხურა, ზოგი გაერთიანა და რაღაც რეორგანიზაცია გააკეთა, მაგრამ ესეც გამოიყენეს, რომ აი პრესას ზღუდავს. მოკლედ ყველა მის ნაბიჯს უყურებდნენ აპრიორი ცუდი დამოუკიდებლობა რომ გამოაცხადა, რა დროს დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო, რაღაცა ხალხს უჭირს და მიხედოს ეკონომიკას. ესეთებიც იყო, ეხლა წერენ რომ თამარ ჩხეიძემ ესეთი განცხადება გააკეთა, ხო, მაგრამ ანუ ადამიანი არ აცხოვრეს, არ აცადეს ფაქტიურად სტრესის გარეშე. ჩვენ გარდაცვლილებზე ვისაუბრეთ. მოდი ახლა იმ დროს ეჭანტურიაზე არ გითხრა ის. ხო, გია ჭანტურიაზე, აი მინდა რომ ვახსენო, ხე გადავდივარ მაგაზე ზუსტად. გარდაცვლილებზე ვისაუბრეთ და სანამ ჭანტურიას ვიტყვით, მანამდე ცოცხლებით შემოვიყვანოთ თამაში. მაგ დროს რასაკეთებდნენ ის ადამიანები, ვინც სამწუხარო და დასანანიერო შემდეგი ხელისუფლებების დროსაც მათ შორის ეს იქნებოდა ნაციონალური მოძრაობა თუ შემდგომში ქართული ოცნება. მათ დროს რასაკეთებდა მაგალითად გოგა ხაინდრავა, რა როლი ჰქონდა მას, თუ რაღაცა პრიმიტიულად ისიც იოსელიანი თუ იყო რაღაცა პაიკი და პაიკი რა რაღაცა შავი საქმის შემსრულებელი, ხაინდრავაც რაღაცა მეცველი, თან რასაკეთებდა ამ დროს ბატონი პრემიერის მამა გია თუ არ ვწდები კობახიძე, ხო? გოგა ხაინდრავა იყო მხედრიონელი, რა თქმა უნდა და გამორჩეული იყო იმით, რომ ის იყო რეჟისორი და მას ჰქონდა ვიდეო კამერა. მისი წყალობით ჩვენ გვაქვს უნიკალური კადრები 9 апრილის შესახებ, მაგრამ მისი კადრები არავინ არ იცის კიდე სად ხდებოდა, რომელიც შიდა ეს ხელოვანი ხალხი იყო, იოსელიანიც ის იყო, რეჟისორი იყო, მწერალი იყო და განათლებული და ისეთი ადამიანი იყო. ხაინდრავაც. ხაინდრავაზე მოდი პირდაპირ თქვათ, რომ ამბობდნენ, რომ ის რა თქმა უნდა შეკრული იყო რუსებთანო, თუმცა ეხლა ამის დამამტკიცებელი საუბარი ესე არ არსებობს და უბრალოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ მისი ქმედებებით, ხო? ის კადრები, რომელიც მან გადაიღო შიდა სამზარეულოში და ქვია ღირსების სასამართლო, ის შემდეგ მოხდა უშუალობაში და გაავრცელეს როგორც კომპრომატი ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაციისთვის, ხო? ამიტომ ესეთი მე ვიცი, რომ ძალიან დიდი სხვა მასალა აქვს გადაღებული გოგა ხაინდრავას და გოგა ხაინდრავას ხელით შეიძლება არა, მაგრამ ის კამერები ალბათ სხვაგანაც ხდებოდა, რომ კარგად ეკონტროლებინათ შიგნით რა ხდებოდა. აი კობახიძის მამა რა შვებოდა? კობახიძის მამა მე როგორც ვიცი, ჟურნალისტობდა იმ პერიოდში და ინტერვიუებს ართმევდა, თუ არ ვწდები ედებს მხარდამჭერი იყო, მაგრამ ბევრი მის შესახებ ესეთი არ არის. და ხო, თუ კი მე უკვე თვითონ ქართულ ოცნებას და ეხა ნაციონალური მოძრაობის მიმართ კრიტიკა რაღაც დროს გასაგები იყო და რაღაც მიმართულებით გასაგები იყო და რაღაცა, ну, უბრალოდ რაც იქნება ჩემი მხრიდან ის, რომ ეს ადამიანი გოგა ხაინდრავა სახელმწიფო მინისტრად ყავდათ და თუ კი ვსაუბრობთ რა გოგა ხაინდრავაზე და გოგა ხაინდრავის კრიტიკას იმ დროინდელი მისი საქმიანობის მიმართ და დღევანდელიც არ არის ნაკლები, მოკლედ დღესაც არანაკლებად ღალატობს საქართველოს და ქართულ ხალხს, ხო, ну, ნაციონალურ მოძრაობას სახელმწიფო მინისტრად ყავდა. ეს ისე უბრალოდ რო ვთქვა, რომ მახსოვს გოგა ხაინდრავა რევოლუციამდე და ის იყო ძალიან მაგარი სიტყვით გამოსვლელი იმ პერიოდში და რევოლუციას ძალიან მაგრად უჭერდა მხარს. ამიტომ პოლიტიკაში ხდება ხოლმე ადგილებიდან გადაადგილება, გადმონაცვლება და ხანდახან ადამიანები, რა ვიცი, პატიობენ ხოლმე ისეთ ადამიანებს, რომლებიც წინა დღეს აბსოლუტურად სხვა. მეტროვეზე პატიობა რომ არ შეიძლება, მე მგონი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოს. ისევე როგორც დღესაც თუ დააკვირდები, ყველა ცდილობს რაღაც კუთხით გაერთიანებას და მოდი ყველა -1. ეს პრინციპი თამაშობდა ყოველთვის და ზვიად გამსახურდია უпростоრად გოგა ხაინდრავამ ეს რა თქმა უნდა სათავისოდ კარგად გამოიყენა, ის იყო ჟვანიას გუნდის წევრი და ამ კუთხით საკმაოდ ესე ვთქვათ მნიშვნელოვნად აქტიურობდა ვარდების რევოლუციის პერიოდში. ხო, აი ჭანტურია რახან ვახსენეთ და მე ვთქვით რომ მოდი ვახსენოთ კიდევაც აქ გაზეთის ის მინდა გაჩვენოთ სურათი და აყურებელი ხა დაინახავს. ეს არის გაზეთიდან ნაწყვეტი, სადაც წავიკითხავ მოდი გაზეთიდან ნაწყვეტს. ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ისეთი როგორიც არიან თერგის შარმანაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი, მაშინ ზვიად გამსახურდიას ესეთ რაღაც წერდნენ, ეს კოლექტიური წერილი იყო, რომელსაც ბევრი აწერდა და მათ შორის ჭანტურია, გია და ირინა სარიშვილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს ადამიანები მოკლედ სხვა სახელდაგვარებს ახლა ამ მომენტში არ ექნება აზრი, იმიტომ რომ უმეტესობა გარდაცვლილია, ვინც არ არის გარდაცვლილი ქართულ ოცნებაში სხედან მოკლედ. ეს ადამიანები ზვიად გამსახურდიას მოუწოდებენ ესეთ რაღაცას. მოუწოდებენ რა, ეს არის შეფასება მათი. ბრალს გდებს საქართველოს ღალატში 91 წლის 26 მაისის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღე. და მერე არის ეგ ამბავი, რომ 86% იყო ზვიად გამსახურდია არჩევნებში. და მერე უკვე იყო წერილი, რომ ბრალს გდებს საქართველოს ღალატში, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ბატონო ჭალებში პრეზიდენტო
არ იზამთ მოკლედ იმას, რასაც ჩვენ გეუბნებით, არ გადადგებით, არ წახვალთ საქართველოსდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამას აწერენ ხელს მათ შორის EDP-ის მთავარი კომიტეტის ძირითადი წევრები და ყველა მოკლედ აწერენ ამას ხელს შარმანაშვილი, ქადაგიშვილი. აქ ერთი სახელილაგვარი ფიგურირებს, ის კითხვაც მინდოდა, შენ შეიძლება უკეთ იცოდე. ირაკლი ქადაგიშვილია და ეს სხვა ირაკლი ქადაგიშვილია თუ ესეც ქართული ოცნების მაღალჩინოსა. ხო, ანუ ის ვინც ებრძოდა ზვიად გამსახურდიას, მათი უდიდესი ნაწილი ყოველ შემთხვევაში გამონაკლისი არის ამ სიიდან ირინა სარიშვილი, რომელიც დღეს ოპოზიციაში არის და ქართულ ოცნებასთან ებრძოდა კავშირში არ არის. ფაქტობრივად ყველა, ვინც ებრძოდა ზვიად გამსახურდია, დღეს მოკალათებული არის ქართულ ოცნებაში და ძალიან კარგი თანამდებობებიც აქვს და რაღაცა კარგად ცხოვრობენ. ის ადამიანები, ვინც დაამხეს ეროვნული ხელისუფლება, ვინც ნაციონალური მოძრაობის დროს მედროვე თანამდებობებზე იყო და იყენებდა ყველა იმ, არ ვიცი, ფუფუნებას, რაც მოჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტს და არ ვიცი, ქართველი ერის ძარცვასა და გაღატაკებას, ანუ იყენებდნენ აბსოლუტურად ყოველთვის პირველი ხელისუფლების დროს, შევარდნაძის დროს, ნაცების დროს და ახლაც მოკლედ ქვეყანას მართავენ ეს ადამიანები. ანუ ერთ წრეზე ვტრიალეთ ჩვენ ეს ადამიანები, ვინც პირდაპირ მუშაობენ, ზვიად გამსახურდია, ჩამოვაგდეს, მერე შევარდნაძე ჩამოიყვანეს, შევარდნაძესთან ერთად მერე შევარდნაძეს რევოლუცია მოუწყეს, მერე მიშა მოვიდა, მერე მიშა ის იყო რა ქვია, მან გეცოდინება შენ ქვეყნის დემოკრატიის ერთ-ერთი ინდიკატორი არის, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ორჯერ დემოკრატიულად და ჯერჯერობით ჩვენ ერთი ჩეკლისტი გვაქვს და ერთხელ შეიცვალა. ნუ ეს დიდი გამარჯვება იყო ქართული დემოკრატიისთვის, რომ ნუ დემოკრატიულად მაინც შეცვალეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაღაცა ხელისუფლება და ქართული ოცნება მოვიდა. ოპოზიციაშიც კი დღეს საუბრობენ, რომ რაღაცა პირველი 4 წელი დადებითად შეიძლება შეფასდეს ქართული ოცნების და როგორც კი ეს ადამიანები, ვინც მთელი 30 წლის განმავლობაში ფლობდნენ ძალაუფლებას, ახლაც 2016 წლის მერე თუ მანამდე ნელ-ნელა იღებენ ძალაუფლებას ხელში, არ ვიცი, შარმანაშვილები, ქადაგიშვილები, ხაინდრავები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, კი ვხედავთ მოკლედ რასაც აკეთებენ და როგორც აკეთებენ. აქ მე მკითხვა მქონდა, რომ რა შეიძლება და ყოფილიყო ამის გამოწვევი მიზეზი. მე დავიწყებდი მოდი საუბარს, რა გამოიწვია განხეთქილება გია ჭანტურიასა და ზვიად გამსახურდიას შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, იმიტომ რომ გია ჭანტურია იყო მართლაც დიდი შესაძლებლობების მქონე პოლიტიკური ლიდერი და გულდაწყვეტით უყურებ მის წიგნის წაკითხული მაქვს, გულდაწყვეტით უყურებ იმ გზას, რაც მან გააკეთა შემდეგ ზვიად გამსახურდიას ჩამოგდებისთვის. მათ შორის განხეთქილება გამოიწვია არჩევნებში მონაწილეობა, არ მონაწილეობა. იმ პერიოდში ეს კომუნისტების სადაც გაიმარჯვა კიდევ ზვიად. კომუნისტების პერიოდში უნდა ჩატარებულიყო უზენაესი საბჭოს არჩევნები და იმ დროის კომუნისტური ხელმძღვანელობა თანახმა იყო, რომ არჩევნები ჩაეტარებინა სამართლიანად და თუ მოიგებდა ეროვნული მოძრაობა, რაც უნდათ ის გაეკეთებინათ. მაგრამ შემოაგდეს თემა, რომ ეს იყო კომუნისტების მიერ დანიშნულ მოძრაობაში არ უნდა მიეღოთ ეროვნულ ძალებს მონაწილეობა. და ამის წინააღმდეგ წავიდა როგორც ზვიად გამსახურდია, ასევე სხვა დანარჩენი ეროვნული მოძრაობის ლიდერებიც. მაგრამ საქმე რაში არის? იმავე პერიოდში თურმე რა ხდება? იგივე არჩევნები ჩატარდა ლიტვაში, სადაც გაიმარჯვეს ეროვნულმა ძალებმა და ერთ თვეში გამოაცხადეს ლიტვის დამოუკიდებლობა. ეს რომ გაიაზრა ზვიად გამსახურდიამ, იგივე გზას ადგას სხვათა შორის ლატვიას და ესტონეთიც და საქართველოშიც ეს უნდა მომხდარიყო. ეს რომ გაიაზრა ზვიად გამსახურდიამ, თქვა რომ ჩვენ ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადების შანსი გავუშვით ხელიდან, ხო? ამიტომ ის წავიდა იმ თანახმა არჩევნებში მონაწილეობაზე თუ არჩევნები ჩატარდებოდა მრავალპარტიული. ამაზე გუმბერიძე, რომელიც იმ პერიოდში იყო, ესე ვთქვათ, ცეკას პირველი მდივანი, დათანხმდა, ანუ არჩევნები გადაიდო გაზაფხულიდან შემოდგომაზე და შემოდგომაზე გამოცხადა, რომ ჩატარდებოდა პირველი მრავალპარტიული არჩევნები. რაშიდაც ზვიად გამსახურდიამ თანხმობა განაცხადა და ამბობდა, რომ იცი რა ეს არის ბალტიისპირეთის გზა, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა, გავიმარჯვოთ, დავამარცხოთ კომუნისტები და გამოვაცხადოთ დამოუკიდებლობა, მაგრამ დანარჩენი ეროვნული მოძრაობის ლიდერები ამაზე არ წავიდნენ და თქვენ ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მონაწილეობის მიღება ოკუპანტის ამ დროს პრეცედენტი არსებობდა, ხო? ამ დროს პრეცედენტი არსებობს გამარჯვების ლიტვაში და უკვე რიგში იყო ლატვიაც და ესტონეთიც, რომელმაც ესეც გააკეთეს ზაფხულში უკვე დასრულდა გაზაფხულის ბოლოს და ესტონეთმაც თუ პირიქით თუ არ მეშლება მე მგონი ეს ჯერ ესტონეთმა და მე ლატვიამ გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ხო, მაგრამ ამ საქართველოში ისტერია იყო ატეხილი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ ეს არიან უზურპატორები და თუ მივიღებთ მონაწილეობას, ესე იგი, ვინც მიიღებს მონაწილეობას, ისიც კაკების აგენტიაო და ამიტომ ზვიად გამსახურდიას დაუპირისპირდნენ და მას ეუბნებოდნენ, რომ შენ თამაშობ რუსულ თამაშს, შენ ესე იგი ხარ უკვე კაკების აგენტი და ჩვენ მივდივართ ალტერნატიული გზით. ალტერნატიული გზა რა იყო? უნდა შექმნილიყო ეროვნული კონგრესი
რომელიც იქნებოდა ალტერნატიული საკანონმდებლო ორგანო, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ამ საკანონმდებლო ორგანოს როგორც ალტერნატივას არ აღიარებდა საერთაშორისო საზოგადოება. ვინ აღიარებდა, არც არავინ არ აღიარებდა. ამ შემთხვევაში ესენი იმედოვნებდნენ, გია ჭანტურია და მისი მომხრეები იმედოვნებდნენ, რომ აქ მოვიდოდა მასობრივად ხალხი და ხალხის ლეგიტიმაციის დაუჭერდნენ, ხალხის ლეგიტიმაცია ექნებოდა, მაგრამ თუ ხალხის ლეგიტიმაცია არ ექნებოდათ, მაშინ ისინი დაიწყებდნენ, უბრალოდ თუ ხალხი მოვიდოდა, მაგრამ მას არ აღიარებდნენ, ისინი დაიწყებდნენ მასობრივ ეროვნულ დაუმორჩილებლობას მთელი საქართველოს მასშტაბით და ესე იგი მთელს ამერიკას და ევროპას გააგებინებდნენ, რომ აი პატარა ქართველები ვიჩაგრებით და გუყუპავთ და გადაგვარჩინეთ. რაც არარეალური იყო რა და ამიტომ ზვიადგამსახურდიას გზა უფრო მართალია აღმოჩნდა. ერთი თვის შუალედში ჩატარდა მათი არჩევნები, ეროვნული კონგრესის არჩევნებში ფაქტიურად ძალიან მცირე მოსახლეობა მიიღო მონაწილეობა და ამის შესახებ დარგის სპეციალისტებმა დღეს არავინ არ იცის, მაგრამ აი უზენაესი საბჭოს არჩევნები, სადაც ზვიადგამსახურდიამ გაიმარჯვა და იქ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, იქ იყო პირიქით რაოდენობა ვინც მივიდა ყველა დღეს და ყველა ხვდებით რომ ეს სწორი გზა იყო. 9 აპრილს მე ზვიადს უსაფუძვლოდ რო აკრიტიკებენ და რაღაცა სულ რო ცდილობენ დღესაც კი რო ტალახიესოან და რაღაცა. ეგ მგონია რა, რომ აი შეეძლო ზვიადსო რომ აი მშვიდობიანად თუ შეძლესო ბალტიისპირეთის ქვეყნებმაო რაღაცა დამოუკიდებლობის მოპოვება და რაღაცა აღმოჩნდა რომ ცდილობა ჰქონია ზვიადს და ისევ იმ ადამიანებს უბრუნდებით ვიზეც საუბრობდით და ვინც გამოიწვია მე შემდგომში ეგ ის აპრილი იყო კრემლის კომპლექსური მიდგომა რომ ესე ვთქვათ გაეტეხა ეროვნული მოძრაობები მაგრამ სამაგალითოდ უნდა დაპირისპირება 9 აპრილიც ესე ვთქვათ იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მოხდა ეროვნულ მოძრაობაში განხეთქილება და რა იყო ეს მიზეზი, რა შეიძლება და ყოფილიყო. 9 აპრილის მოვლენები იცით, რომ დაიწყო აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აფხაზეთში შეიკრიბნენ ლიხტის გადაწყვეტის მიიღეს, წერილი მიიღეს, სადაც ისინი თხოვდნენ გამოყოფას საქართველოსგან და პირდაპირ რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას და ამის საპროტესტოდ დაიწყეს 2 აპრილს, თუ არ მეშლება, თუ 4 აპრილს დაიწყეს საპროტესტო აქციები აქ, მაგრამ 3 დღეში ზუსტად 7-ში და 8-ში უკვე ეს აქციები გადაიზარდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაში. რასაც მაშინდელი ზოგიერთი ეროვნული მოძრაობის ლიდერი შიშობდა, რომ ამას მოყვებოდა რუსეთის მხრიდან ხისტი რეაგირება და მაშინ არ ქონდა ისეთი ის იყო რა ქვია, რომ ეხლა ჯარს სხვა მშვიდობიანად როგორ უნდა დაეშალა მომიტინგები, ფაქტურად არ იცოდნენ. ანუ თუ უნდა დაეშალა, ესე იგი უნდა დაეხოცა ხალხი. სამწუხაროდ ესეთი გამოცდილება იყო, რაღაცა მსუბუქი ხელკეტებით ან რაღაცა მსუბუქი მოწამლელი გაზი, ესე არ იყო. უამრავი ადამიანი ხა ჩემი მეგობრის მამიდაც გარდაიცვალა გაზით წლების შემდეგ, გაზის მოწამვლის შემდეგ, წლების შემდეგ, ხო? ანუ ბევრი ადამიანი ადგილზე 21 ადამიანი დაიხოცა, ხო? ამიტომ ამ ზვიადგამსახურდიას და მერაბ კოსტავას ამას აბრალებდნენ, რომ თქვენ რატო წამოიწყეთ საქართველოს დამოუკიდებლობის კამპანია მაგ აქციებზე, რომელმაც გამოიწვია შემდეგ რუსეთის მხრიდან ესეთი ხისტი ჩარევა და მოყვა ამ ყველაფერს მსხვერპლი. მაგრამ თემა ის იყო, რომ თუ ეს არ მოხდებოდა იმ დღეს, სხვა დღეს აუცილებლად მოხდებოდა. იმიტომ რომ როგორც გითხარით, ეს კრემლის უკვე პოლიტიკის ნაწილი იყო. ესეთი დარბევა მოხდა ყაზახეთშიც, აზერბაიჯანში, ბაქოში მოხდა 100 მეტი ადამიანი დაიხოცა, საქართველოში კი ვიცით და შემდეგ უკვე ლიტვაშიც, ხო? ასე რომ მხოლოდ დროის საკითხი იყო, რუსეთი აუცილებლად გამოიყენებდა თავის ძალას და თავის ძალის დემონსტრირებას მოახდენდა ამ კუთხით, რომ ეს ეროვნული მოძრაობები ერთი რომ დაეხება და მეორე შეენარჩუნებინა გავლენა ამ ქვეყნებში. შენს ვიდეოში ვნახე და აქ მაინც მინდა რომ ცოტა ვცლად იმასნა, ისაუბრო ამაზე, ზუსტად რომ მითხრა, შენ ვიდეოს ერქვა 91-92 წლების სამხედრო გადატრიალების უცნობი დეტალები. ამაზეც რო გითხრა რამდენიმე სიტყვა, მე უკვე შეგვიძლია გადავიდეთ ცოტათი მომავლისკენ, გულისხმობ კმარას და მე კმარიდან ვარდების რევოლუცია. პრინციპში მე ხარ როგორც ასე დარგის სპეციალისტებისთვის ახალი სიახლე არაფერი არ მეთქვამს, უბრალოდ მოახდინე იმ ფაქტების ესე ვთქვათ თავმოყრა და ახალი თაობისთვის გაზიარება, რაც შეიძლება მკვლევარებისთვის ცნობილი ყოფილიყო, ხო? აქ საუბარი არის იმაზე, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა იყო ჩვენთვის არახელსაყრელი, რაც რუსეთმა გამოიყენა პირდაპირ და ვისნი იყვნენ ამ ყველაფრის ორგანიზატორები. ისი არ ხდება, რომ უბრალოდ აჯაყდა კიტოვანი და ხედრიონი და ჩამოაყო რა. რა თქმა უნდა, ეს იყო კოორდინირებული, ვისაუბრე, რომ ამ კოორდინაციას უწევდნენ მოსკოვიდან და იყო მაგალითად ეს გეგმა უშუალოდ შეთანხმებული იყო ბორის ელცინთან და მისი მარჯვენა ხელი იყო ბურბულისი, მათ უზრუნველყოფით
უზრუნველყოს ესე ვთქვათ პოპოვი იყო მოსკოვის მერი, რომელიც უზრუნველყოფდა ამ გარდატრიალების დაფინანსებას და ამის გარდა იყო კიდე შევარდნაძის ფაქტორიც, რომელიც უკვე ისინი თუ უშუალოდ კოორდინაციას უწევდნენ აქ სამხედრო პირებს, იგივე კიტოვანს და ჯაბაიოსელიანს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მეშვეობით შევარდნაძე პოლიტიკოსებთან იყო, ესე ვთქვათ. ჩვენ ბევრი გვარი ვახსენეთ და მინდოდა კითხვა და მინდა რომ არ დამავიწყდეს. მაგ დროს საფუნქცია ჰქონდა და ვიცი სამწუხარო არის მე დიდი პატივისცემა ჩემი ზურაბ ჟვანიას, თუმცა იმ გვარებთან ერთად ფიგურირებს და იმ გვარებთან ერთად იმ გვარების მსგავსი პოზიცია აქვს, რაზეც ვსაუბრობთ. მაგ დროს რა როლი ჰქონდა და სად იყო რა საკეთებდა რა პოზიციები ჰქონდა, ვიცით დღეს ცნობილი არის, მაგრამ აი რო გითხრა შენ აი მაგ დროს რა როლი ჰქონდა 90-იანი მწვანეების დამაარსებელი და ის ფაქტიურად ესეთ დიდ პოლიტიკურ დაპირისპირებებში იმ პერიოდში არ ჩანდა. მან სათქონდა თავისი პოზიციები ჰქონდა, მაგრამ როგორც გავლენიანი პოლიტიკოსი ის იმ პერიოდში არ განიხილებოდა, იმიტომ რომ აქ ადამიანები ერთმანეთს იარაღებით უპირისპირდებოდნენ და ზურაბ ჟვანია ამ დროს ეკოლოგიზმზე საუბრობდა და მწვანეებზე და რაღაც ბუნების სიკეთეებზე. სხვა ამიტომ მას რაღაც გარკვეული სერიოზული ავტორიტეტი იმ პერიოდში არ ჰქონდა. თუმცა შევარდნაძე როდესაც დაბრუნდა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო რომ ეროვნული მოძრაობიდან მას ასევე მის გვერდით ყოფილიყო გარკვეული ხალხი და რაღაც თავისი გარემოცისთვის ლეგიტიმაცია და კარგი ელფერი მიეცა, ხო? ამიტომ ის ზურაბ ჟვანიაში ვერ ხედავდა ვერანაირ საფრთხეს, თუმცა კარგი პოზიტიური ფიგურა იყო როგორც მწვანეების ლიდერი. ეს კითხვა იმიტომ გამიჩნდა რომ შემდგომში უკვე სახელმწიფო მინისტრობის დროს ზურაბ ჟვანიას ესეთი განცხადება აქვს გაკეთებული, გაზეთში არის დაბეჭდილი სახელმწიფო მინისტრობის დროს, რომ გამსახურდიას ხელისუფლება დავამხეთ იმიტომ, რომ მან ნაციონალიზმის სახელმწიფო პოლიტიკის მაგ შეაიყვანა. ეს რაღაც ისევ და ისევ რა რაღაც მაინც გულსატკენი ამბავი არის, ხო? ის არის რომ ზუსტად გამსახურდია დატოვეს ფაქტიურად მარტო. ანუ მის შემდეგ ეჯიბრებოდნენ ვინ განუდგებოდა მას და ვინ რაღაცა ცუდ სიტყვა და იმდენად ასე ვთქვათ ისტერია წავიდა ზუსტად გამსახურდიას წინააღმდეგ. საქმე ის არის რომ ამას მალევე უკვე ბევრი ნანობდა და ზურაბ ჟვანიაც დარწმუნებული ვარ ის ფიგურა იყო, რომელიც ფიქრობდა რომ რა თქმა უნდა ეს შეცდომა იყო, იმიტომ რომ გადატრიალების შემდეგ ყოფა მაჩვენა სიმართლე. რომ ჩვენ რა ვუქენთ ამ ადამიანს, როგორ მოვეკეცით, როგორ ვიცი, არც ვაცადეთ არაფერი და შემდეგ არც სიცოცხლე არ ვაცადეთ, ხო? და როგორც თუდად მოვეკეცით, მაგრამ შემდეგ ამას რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ნანობს, იაზრებს და მე ხვდება რომ ზუსტად გამსახურდია რომ ამბობდა რომ თქვენ თამაშობთ რუსულ თამაშს, თურმე მართალი ყოფილა. შეიძლება გულწრფელად იმ პერიოდში არავინ არ ფიქრობდა რომ მე ხარ რუსეთს ვემსახურები და ფიქრობდა რომ მე რაღაც დემოკრატია მინდა და ზუსტად გამსახურდია დემოკრატიას ემუქრება, მაგრამ დრო რო გავიდა ყველა მიხვდა რომ ეს შეცდომა იყო. ეგ პოზიცია ხო არ გექნება მათ შორის ზურაბ ჭავჭავაძის მიმართ, დაახლოებით მსგავსი. იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ თუ კი ვინმეს ერგება ეგ სიტყვები, ვისაც აი მაგ ადამიანებში ვისაც უნდა მართლა გულწრფელად რაღაცა თან ღირსების სასამართლოში თუ კი ვინმე იყო ყველაზე ღირსეული, მაინც ჩანს რომ ეს ზურაბ ჭავჭავაძე იყო და ჩვენ ვხვდებით რომ აი სიტყვები რომ აქ შეურაცხყოფას შენგან არ მივიღებ მეო და ის კი არა რომ რაღაცა შეურაცხყოფა უკან დაიბრუნოს ან რაღაცა ან მიიღოს ეს შეურაცხყოფა არ მივიღებ ამ სიტყვებსა და პატივსაცემი პიროვნება. ყველა დადებითად ახასიათებს ზურაბ ჭავჭავაძეს, უბრალოდ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ იმ პერიოდში კაკები ძალიან აქტიურად მუშაობს იმ კუთხით რომ ის უამრავ ჭორს ნერგავდა, ავრცელებდა, ინტრიგებს ხლართავდა და ამას უამრავი ესე ვთქვათ დაპირისპირება მოყვებოდა ხოლმე და ზუსტად გამსახურდიაც კი არა ეუბნება რომ შენ არა კი არა კი მესმის რომ ეგ დაპირისპირება იყო მე თუ მე არ დამიმტკიცებო რომ მე ესეთი რაღაცები ვთქიო მაშინ გამოდიხარ შენ აგენტი დაახლოებით ამ შინას ხო მე რაც შენ თქვი უბრალოდ ზურაბზე და ჟვანიაზე იგივეს ვფიქრობ მეთქი მე ჭავჭავაძეზე და მან განსხვავებული აზრი ხო არ გაქვს მეთქი ეგ მაინტერესებს არა თუმცა გული მწყდება რომ მაინც დიდი წვლილი მიუძღვის მასაც ზუსტად გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლაში გადავიდეთ 90-იანი წლებიდან აი 2000-იანი წლებისკენ 2002-2003 წელი მაშინ მიუხედავად სახალხო უკმაყოფილებისა, ცვლილებების სურვილისა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ყველა იმ ფაქტორისა, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა ვარდების რევოლუცია, ხელისუფლების ცვლილება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, დიდი როლი ითამაშა მან ერთის მხრივ თავისუფლების ინსტიტუტმა და მეორეს მხრივ კმარამ, რომელმაც გამოცდილება სერბი თანამოძმეებისგან და თანამებრძოლებისგან აიღეს და მათ შეცდომებზე ისწავლეს და მოკლედ მათ ნაკვალევზე გაიარეს ფაქტობრივად და შედეგებსაც მიაღწიეს. ხო ჩვენ ვნახეთ რომ ერთის მხრივ ამ ორგანიზაციამ თავისი დანიშნულება როგორც ესეთი შეასრულა
და არათუ საქართველოში არამედ მე უკვე ნარინჯის რევოლუციაშიც იღებდნენ მონაწილეობას და მოკლედ დანიშნულება შექმნის შეასრულა და შემდგომში ვნახეთ ისიც რომ კვარას წევრები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოკლედ ეს ადამიანები ყოველ შემთხვევაში ნაწილი მათის არ დაკარგულა და თანამდებობები ჰქონდათ და საკმაოდ მაღალი თან რაღაცა გადაწყვეტილებების მიღებ ადამიანებად იქცნენ. აი კვარაზე მინდა რაღაცები რო გკითხო რა რაღაცა კონკრეტული ახალი რა შეიძლება იყოს, შეიძლება გავიგო, მაგრამ აი რაღაცა ხო არ არის ისეთი რითმაც გინდა მოკლედ რაც შეიძლება არ ვიცოდეთ, იმიტომ რომ შენ მაინც რაღაცნაირად კავშირი გქონდა და ცოტათი თუ არა ძალიან ბევრად უკეთიცი რაღაცები პირველი რასაც ვიტყოდი, კვარას ეს სიბრაზე გამოწეული იყო იმ გარემოთი, რაც იმ პერიოდში იყო, იმიტომ რომ ერთი არის ეს 90-იანი წლების პირველი პერიოდი, როდესაც სრული განუკითხაობა იყო, მკვლელობები და ომები, არნახული ეკონომიკური ვარდნა და შემდეგ უკვე შევარდნაძეს ის პერიოდი იყო, როდესაც მან ხელი ჩაიქნია ფაქტიურად ქართველებზე, ის არანაირ არც რეფორმას ატარებდა, არც არაფერი და ელოდებოდა მემკვიდრე ვინ დაიტოვებდა. აი სამად ეს კიდე ვერცლად გასაგებშლელი თემა არის, მან შეცდომა დაუშვა ის რომ ის არ დაელოდა ბუნებრივად ვინც გახდებოდა მისი მემკვიდრე და მან რატომღაც არჩევანი გააკეთა ასან აბაშიძეზე და მას შეეკრა ბოლო პერიოდში, როცა უბრალოდ შეეძლო ეთქვა რომ აი ვინც თქვენ შორის გაიმარჯვებთ ის იყოს და მე უბრალოდ მაინც წამსვლელი ვარ, იმიტომ რომ ვარდების რევოლუციას ესე 2003 წელს არავინ ფიქრობდა იმ პერიოდში. მე ვიცი რომ იქ ვინც იყო ის ერთი დღით ადრეც კი არ ვიცოდი, იმ დღესაც კი ლამის არ ვიცოდით რომ რევოლუცია რაღაცა კარს მოგვადგა. უკვე ვიცოდით, მაგ დღეებში ვიცოდით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უკვე სააკაშვილმა ერთი კვირის წინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ უნდა მომხდარიყო რევოლუციის გზით, ხავერდოვანი რევოლუციის გზით გადატრიალება. ყველა ელოდებოდა, რომ პრეზიდენტი შეიცვლებოდა 2005 წელს, მემკვიდრე სწორედ ამ პერიოდში გამოვლინდებოდა, მაგრამ იმდენად ამოაყირება შედეგები შევარდნაძემ მანამდე და კოალიციის შექმნა გადაწყვიტა აღორძინებასთან, ოპოზიცია შეშინდა, რომ მივიღებდით გაცილებით ბრუტალურ ხელისუფლებას, ვიდრე მანამდე შევარდნაძე იყო, იმიტომ რომ შევარდნაძის პირობებში ამ ოპოზიციას ასე თუ ისე მაინც ჰქონდა თამაშის და ამბობდი რომ ეს რეაქცია გამოწვეული იყო. ეს რეაქცია გამოწვეული იყო, იმით რომ გააყალბა არჩევნები, თუმცა ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ოპოზიციას პირველ ადგილზე გასულს სააკაშვილს რაღაც 50% იმ პერიოდში არ გადაულახავს, მაგრამ აქ წავიდა ოპოზიციურ პარტიებს შორის 4 ძირითადი მოთამაშე იყო, ეს იყო ნაციონალური მოძრაობა, ბურჯანაძე დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები და ლეიბორისტები. და მათ შორის წავიდა იმის დემონსტრაცია. ახალი მემარჯვენეების ლიდერი მან მაგდროს ვინ იყო? დავით გამყრელიძე იყო, ექიმი მეწარმე ლიდერი, ესეთი პოზიციონირება ჰქონდა მას. ვინც შეძლებდა რომ იმის დემონსტრებას, ვინ იყო რეალური ოპოზიცია, ის მოიპოვებდა ხალხის მხარდაჭერასაც. შესაბამისად, როდესაც ნაციონალური მოძრაობა და ბურჯანაძე დემოკრატები, რომლებიც ესე ვთქვათ, სააკაშვილის გავლენით წავიდნენ ქუჩის აქციებზე და სიტუაციის რადიკალიზაციისკენ, ახალი მემარჯვენეები და ლეიბორისტები ამ კუთხით არ წავიდნენ. შესაბამისად, ამათ მიეცათ იმის მტკიცების საშუალება, რომ აი რეალური ოპოზიცია ჩვენ ვართ ხალხო, ანუ ჩვენ დაგვიტეკით გვერდში, იმიტომ რომ აგერ ხო ხედავ ესენი გაყალბებულ არჩევნებს იღებენ მეტნაკლებად და შედიან პარლამენტში და ამის ლეგიტიმაციას აძლევენ. ამიტომ ჩვენ არ უნდა მივცეთ ლეგიტიმაცია და პირველი ცხრილმა რომელიც იქნება, ის უნდა ჩავშალოთ, უნდა პირველი ცხრილმა უნდა ჩაატაროს ისევ ძველმა ესე ვთქვათ პარლამენტმა და დაინიშნოს ახალი რიგარში არჩევნები. კეთილი, მან ამ კუთხით დაჩქარდა. რახან ახსენე თავად დამოკიდებულება და პოზიციები იმაზე რა ქვია, რომ ლეიბორისტები და ახალი მემარჯვენეები რაღაცა ცოტათი კოლაბორაციები რაღაცა უტრირება იქნება, მაგრამ მოკლედ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ლეგიტიმაციის, ნაწილობრივი ლეგიტიმაციას აძლევდნენ და რეალური ოპოზიცია იყო, ვინც აქეთ მხარეს დაჯდა. განსხვავებული პოზიციები ხო არ იყო თვითონ ამ აქეთ მხარეს დარჩენილში, ვინცაც რაღაცა ხავერდოვანი რევოლუცია იყო რეალური გზა რაღაცა მოვლენების განვითარების, იმიტომ რომ ან საუბრები არის, მომისმენია მაგალითად ან თვითონ ჟვანია, ან გიგა ბოკერია, რომ არ ყოფილან მომხრე რევოლუციის და პირიქით მოწინააღმდეგეები იყვნენ თავად. მე ვფიქრობ, ეს იყო მართლაც სააკაშვილის რეალურად თავდადება ამ გაგებით, რომ ის ლოკომოტივად იქცა ფაქტიურად რევოლუციის და რომ არა სააკაშვილი და სხვა ფიგურა რო ყოფილიყო, შეიძლებოდა ეს ესეც არ დასრულებულიყო. იმიტომ რომ მან ბევრია იყო თავის თავზე და იმდენად ქარიზმატული იყო იმ პერიოდში და იმდენად ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა, სხვა დანარჩენი პოლიტიკოსებიც ასე აიძულეს, თორე რა თქმა უნდა, ზურაბ ჟვანია ძალიან ხილობდა რევოლუციის მოწყობას. და ესეთი ამბავი. დღევანდელი საპროტესტო და საწინააღმდეგო მოძრაობებისგან ალბათ ყველაზე მეტად განმასხვავებელი, რაც
რისი თქმაც შეგვიძლია ჩვენ კმარაზე არის ის, რომ კმარა მაინც კაცრი სტრუქტურა ჰქონდა, ხო, რაღაცა იერარქიაც იგრძნობოდა, თუ რაღაცა უხეშად რო ვთქვათ, მოკლედ ეს იყო რაღაცნაირი ზემოდან ქვემოთ ორგანიზაცია, ხო, ესე შეიძლება ითქვას და მოდის ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს იყო ცენტრალიზებული პროტესტის კერა, რომელიც ვფიქრობ, კარგად ორგანიზებული. და განსხვავებული დღევანდელი დეცენტრალიზებული მრავალი პატარა თუ რაღაცა დიდი საპროტესტო რაღაცა ჯგუფებისგან და ორგანიზაციებისგან, რაც დღეს არის. ეგ ხომ არ არის მოკლედ ამბავი იმისა, რომ რაღაცა ეფექტურობა კმარასთან შედარებით დღეს ჩვენ ნაკლები გვაქვს, ან რაღაცა გაზვიადებული ან რაღაცა სტარი ის ხო არ არის პროგნოზი. ორგანიზებულობის კუთხით შეიძლება ითქვას, კი ბატონო, ორგანიზებული იყო, მაგრამ მაშინ სხვა ესეთი მოძრაობები ფაქტიურად არ იყო. მეც ახალგაზრდა ვიყავი იმ პერიოდში გაბრაზებული რაღაცა ცხოვრებით, მინდოდა რაღაცა უკეთესი ცხოვრება ქვეყანაში, რაღაცები შეცვლილიყო, ამიტომ რა თქმა უნდა მეც ვეძებდი რაღაცა საპროტესტო მოძრაობაში ჩართულიყავი და არაფერი არ იყო. მინდოდა რაღაცა თანამედროვე, რაღაცა პროგრესულად მოაზროვნე და პატრიოტი ადამიანების გარემოცვაში მოხვედრა. ესეთი ფაქტიურად მაშინ გაერთიანებები არ იყო. დღეს მრავლად არის. შესაძლოა, როდესაც აქ მოვხდი და ვფიქრობ რომ გაგვიმართლა ჩვენ, იმიტომ რომ აი გაგვიმართლა იმ გაგებით, რომ რევოლუცია მოგვისწრო და ის გამარჯვების, ესე ვთქვათ, შეგრძნებით დავტკბით. ამიტომ ბევრ რაღაცაზე არის დამოკიდებული, ერთი რომ ორგანიზებული, მეორე ლიდერი უნდა ყავდეს აუცილებლად ოპოზიციას, კარგი რეპუტაციის მქონე და ქარიზმატული და ძლიერი და ნიჭიერი ისეთი, რომელსაც მასობრივად ხალხი გაყვება, თორემ შენი ორგანიზებულობაც ვერაფერს ვერ უშველებს და აუცილებელი არის ქსელის აგება. ქსელის აგება ეს არ არის მხოლოდ სურველების გაერთიანებაზე, კი ბატონო, კონკრეტულ მიზნებს ემსახურება. თუ შენ გინდა რომ ქსელი ააგო, უნდა იცოდე ვის უნდა ელაპარაკო, იმიტომ რომ ადამიანების ერთ ორგანიზაციაში გაწევრიანება არ ხდება მხოლოდ იდეის დონეზე. იდეა შეიძლება ბევრს ქონდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს იდეები ვის გადააქვს, ვისთან ვის გადააქვს. ჩემთან შეიძლება ერთ და იგივე იდეით ორი სხვადასხვა ადამიანი მოვიდეს, მაგრამ ერთს გავყვე, მეორეს არ გავყვე, იმიტომ რომ მეორეს ჩემზე ზეგავლენა ქონდეს იმ გაგებით, რომ ჩემთვის საპატივცემულო იყოს, მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყოს და გავყვე. ამიტომ ამას ყოველთვის ვითვალისწინებდი. ჩვენ როდესაც ჩავდიოდით დაუშვათ ან სხვა ქალაქში, ან სოფელში, ან დაუშვათ უნივერსიტეტში ვიღაცებს ხვდებოდით და გვინდოდა რაღაც ჯგუფთან ლაპარაკი, ხო? ვეძებდით იმას, ვის შეიძლება დაველაპარაკოთ, ვინ არის ამ ჯგუფისთვის, ამ ხალხისთვის მნიშვნელოვანი ავტორიტეტი, რომ დაველაპარაკოთ იმას. იმას თუ დაელაპარაკებოდი, მე უკვე ისაკეთებდა დანარჩენი ქსელის ჩართვას. რატომ ვერ შეძლო ეროვნული მოძრაობის ინტელექტუალურმა ელიტამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ან დამოუკიდებლობისთვის მოპოვების შემდეგ, მოკლედ სიცოცხლის უნარიანი ეკონომიკური ან სოციალური გეგმის შემუშავება და საქართველოს რაღაცნაირად დინებას მოუწია საქართველოს დინებას გაყოლილიყო. რა იყო ამის გამოწვევი მიზეზი? თუ ეს რაღაცა მარტივად დროის ფაქტორი იყო, ან რაღაცა ისევე ეროვნული მოძრაობის ხარვეზის ზუსტად ის იყო, რომ ის წავიდა რადიკალიზაციისკენ და ფრაგმენტიზაციისკენ, რაც ბალტიისპირეთში ესე არ მომხდარა. ბალტიისპირელებმა მოახერხეს ყოფილი კომუნისტებთან ერთად, ინტელიგენციასთან ერთად გაერთიანება, თუმცა ავანგარდში მაინც ეროვნული მოძრაობის ლიდერები იყვნენ. მე ლუსტრაციის კანონიც მეიღეს, ხო? იმაში რა ქვია. ამის მცდელობა საქართველოში იყო სახალხო ფრონტის შექმნის დროს. მონონდარ ნათაძე იყო ხელმძღვანელი, რომელიც ცდილობდა, რომ ეს კომუნისტური ინტელიგენცია, ბიუროკრატია და ეროვნული მოძრაობის ფრთები გაერთიანებინა და რაღაც ერთიანი ფრონტით ემუშავათ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ეს ვერ მოხერხდა საქართველოში და ამას ხელი შეუწყო იმ დაპირისპირებებმა, პიროვნულმა დაპირისპირებებმა, რომელიც აჩვენებდა, რომ ერთმანეთთან არსებობა მიუღებელი იყო. მესმის გასაგებია, რომ სიმართლე იყო ეროვნული მოძრაობის რადიკალური ფრთის მიმართ, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პატარა ქვეყანა ვართ, არ გვყავს დასაკარგი არავინ პროფესიონალი და შეიძლებოდა ერთმანეთის მიმართ მიმტევებლები ყოფილიყავით. ამიტომ ეს ამ ჩაჩეხვამ ერთმანეთის ჩაჩეხვამ გამოიწვია ის, რომ რადიკალურ ფრთას ფაქტიურად ის ინტელექტუალური ნაწილი არ გაყვა, რომელიც იმ პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვნად იყვნენ. რა თქმა უნდა, მათაც ყავდათ ძლიერი კადრები, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ აი რაც თქვი, ინტელექტუალური მემკვიდრეობა გაეგრძელოს. და ბოლოს, აქ ჩვენ გვაქვს შენ მოიტანე, მე ჩემი ეგზემპლარი ჩანთაში მიდევს, აღარ გამოვიტანე, შენი წიგნი, რომელსაც ქვია პოლიტიკური გაკვეთილები. რამდენიმე სიტყვა მინდა რომ ვითხრაობაოდ ამ წიგნზე და ბარემ კითხვასაც აგისვამ, შენ წიგნს ქვია პოლიტიკური გაკვეთილები. თუ კი ამ სამ ამბავს, რომელიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არის, ეს იქნება ეროვნული მოძრაობა, კმარა და შემდგომში ვარდების რევოლუცია, ბუნებრივია ისედაც ისტორიის ნაწილი არის, მაგრამ თუ კი ერთ ციკლად განვიხილავთ, ერთ უწყვეტ ისტორიად თუ განვიხილავთ და მართლაც მჭიდრო კავშირზე საუბარი ზედმეტი აქვს, ხო რაღაცა გადაბმული არის,
რომელია ის ერთი გაკვეთილი, რომლის ათვისებაც ქართველებს რაღაცნაირად არ გამოგვდის, ან არ გამოგვივიდა და რა არის მოკლედ ის შეცდომა, რომელიც ამ გარღვევებისა და იმედგაცრუებების გამო გვაიძულებს ვთქვათ ის, რაც მე მგონი დღესაც ვახსენეთ, რომ ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ, ერთი და იგივე თავარი გამოწვევა, თავარი გაკვეთილი რაც არის, რაც ვერ ვისწავლეთ, ეს არის პოლარიზაცია, რომელსაც დღესაც პოლიტიკოსები ხელს უწყობენ. პოლარიზაცია დამღუპელი არის ჩვენი ქვეყნისთვის და გვატრიალებს ერთ წრეს. ქართველები ერთმანეთს ჭამენ. ქართველები ერთმანეთს ჭამენ და პოლარიზებული, იცი რა, მრავალფეროვნება კარგია, მე მესმის და მომხრევარ მრავალფეროვნების და საქართველოს თუ გვინდა რომ დემოკრატიული უნდა იყოს მრავალფეროვანიც, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს ორპოლუსად დაყოფა არის ყველაზე ცუდი რაღაცა, რომელსაც ხელოვნურად უწყობენ ხელს, იმიტომ რომ ცდილობები არის ხოლმე ყოველთვის რაღაცა ალტერნატივები გაჩნდეს, მაგრამ ამ ალტერნატივებს ჩანასახშივე ანადგურებენ, იმიტომ რომ არც ერთ ორივე ლიდერს არ აწყობს მრავალ, ესე ვთქვათ, მრავალფეროვანი საქართველო, მათ ინტერესი არის რომ იყოს ორპოლუსიანობა და თუ ვინმე ოდნავ ცოტა კოცებივით ილაპარაკებს, ხდება ავტომატურად კოცი, თუ ვინმე ოდნავ ოპოზიციურად ილაპარაკებს, ხდება ავტომატურად ნაცი. მე ჩემი სურვილი არის ეს ხო და ეგ არის მართველი პარტიის მხრიდან, რომელიც ამას პირდაპირ იარაღად იყენებს, ხო ეს პროპაგანდა იქნება თუ რაღაცა. გასაგები რა, ანუ მათი მიზანი გასაგებია, რომ როგორც კი ვინმეს ოპოზიციას ან რაღაცა კრიტიკას გაიგონებენ და ის მოკლედ რა ლოგიკით ხელმძღვანელობენ, ხო? ჩვენთან თუ არ ხარ, ჩვენ წინააღმდეგ ხარ და რაღაცა შემდგომ ეპიტეტებს აღარ გამემეორე. ეს რომ ამათგან გასაგებია, ხო? ამიტომაც ვებრძვით და პირდაპირ თუ გადატანით მნიშვნელობით, ანუ ეს გასაგებია. იგივეს რომ ვხედავ ოპოზიციის მხრიდან, აი ეგ რაღაცა ბევრ რაღაცაზე მაფიქრებს და ესეც ლოგიკურია მათი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ესეთ შემთხვევაში ისინი ნაჩვენებენ იმ ადგილებს, რაც დღეს აქვთ. თუ არიან დღეს პირველები ამ შემთხვევაში ოპოზიციაში, ამ რადიკალიზაციის შემთხვევაში თუ ხელისუფლება ჩამოიშლება, ავტომატურად ისინი მოდიან ხელისუფლებაში. შესაბამისად, პოლარიზაცია ზუსტად ამიტომ აწყობთ და ამიტომ არ აწყობთ დანარჩენი ალტერნატივების გაჩენა. გამოსავალი არის ეროვნული თანხმობა, ჯერ საქართველოა, რა თქმა უნდა, და რაღაც ნარატივები, რაც დღეს მსოფლიოში არის, ქვეყანაში არის, რაზედაც რაც აწუხებს ამ ხალხს, იმის წაყროება არ უნდა ხდებოდეს. იმასე უნდა ხდებოდეს ადეკვატური მსჯელობა, განხილვა და არ უნდა ეშინოდეს ხელისუფლების მხარდაჭერს იმის, რომ თუ ოპოზიცია მოვა ჩემზე, ან შურს იძიებს, ან ცუდად მომექცევა, ან უარეს დამართებს, რაც დამემართა და უშუალოდ წინა ცხოვრება გაუარესდება კი არა? ამას უნდა პირდებოდეთ, რომ პირველ რიგში ეხაც რა თქმა უნდა ნებისმიერი მოქალაქის მე ბავშვობიდან მაინტერესებს და პოლიტიკა და ეგ ჩემს თავს ვხედავ პოლიტიკაში და ჩემთვის საქართველოს მოქალაქეა და აქ სხვა გადაცემებში ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ეს ქვეყანა არც სასტუმრო არ არის და ეს არის სამშობლო, ეს ჩვენი სახლი არის, რა დამიწერეს პოპულისტი ხარო, მაგრამ ამის შეობა აქ ამას მართლა გულწრფელად ვფიქრობ, მე ეს ამას დრო თუ გვიჩვენებს, რომ ეს რაღაცა გულიდან მოდის და ჩემთვის ქართული ოცნების მხარდამჭერი ეხა უკვე მესმის რაღაცა აქეთან მხრიდან, რომ როცა ადამიანი უყურებს, როგორ ასახიჩრებენ ჩვენს თანამებრძოლებს, მე რომ დამაკავეს, მე რომ ცემეს იქ აქციაზე, არ ვიცი ვიღაცები ჩვენ ვნახეთ ხო მინივენში, რომ ხალხი სისხლის გუბეში იყო. ამის შემხედვარე რომ რაღაცა ადამიანი კვლავ რაღაცას გააგრძელებდა. გასაგებია რომ აქეთან მხრიდან, რომ მიუღებლობა ქონდეს, რას ნიშნავს შენ ისე რომ ქართულ ოცნებას უჭერ, მაგრამ ამ ადამიანს მოკლედ მაქსიმალური კომფორტი უნდა შეუქმნათ და მაქსიმალური რაღაცა შესაძლებლობა, რომ თვითონ გაუჩნდეს სურვილი და ალტერნატივა იმისა, რომ ქართულ ოცნებაზე თქვას უარი. და მტრად გამოცხადება აპრიორი ამ ადამიანის ისევ და ისევ მესმის პოზიცია, რომ მე ვხედავდი რა ვიდეოთი კი არა, იქ ვიყავით ხო ჩვენ გაზივყლაპეთ ქცემეს და დაასახიჩეს ადამიანები და მესმის ამის მის რეაქცია ოპოზიციის მხრიდან, რომ ამის შემხედვარე შენ ქართულ ოცნებას როგორ უჭერთ ხარს, მაგრამ ისევ და ისევ არაფერი არ იცვლება რა იქ შესაძლებლობა უნდა მივცეთ ამ ადამიანს ზუსტად ისევე უნდა ვპირდებოდეთ ჩვენ და რასაც არ ვამბობ რომ არ ვაკეთებთ კაცო უბრალოდ მაინც არის ამბავი ჩვენ ძირითადი სამოძრაო უნდა იყოს რომ არათუ ჩემი და შენი და ჩემი ოჯახის წევრის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის უნდა ვიბრძოდეთ და ვიბრძვით კიდევაც ხო არამედ შენიც მათ შორის ქართული ოცნების მხარდაჭერო შენ ხარ საქართველოს მოქალაქე და ამით ყველაფერი ნათქვამია და ყველა საქართველოს მოქალაქე რავი ერთი დიდი ოჯახი წარმოიდგინე ამ დიდი უბედურების შემდეგ რაც ქართულ ახალგაზრდებს დამართეს ხო და მაინც ქართულ ოცნებას უჭერენ ხარს ესე იგი იმ ადამიანებს გულწრფელად უფრო მეტად ეშინია რაღაც არის ხო ისინი ხო არ არიან ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ეს კი არ იქნება ამაზე უარესი შეიძლება იყოს და ამჯერად მე გამემართება და ხო ის გასაგებია ეს არის ის შიშები რაზედაც დგას ქართული ოცნების აი ხო ახსენ რომ შიშებზეც რო გითხრა ამდენი სიტყვა ეს არის ნაცების დაბრუნების შიში, რომელიც მოკლედ ისე არის ჩაბეჭდილი, რომ ესე იგი შურს იძიებენ და ამის გამო რა თქმა უნდა შიშები აქვთ. ეს არის
ესე ვთქვათ, LGBT პროპაგანდის შიში და ფიქრობენ ისინი, რომ ამ შემთხვევაში მათი მომავალი შეიცვლება და მათი შვილების თაობა შეიძლება სულ სხვანაირად ხო, აღარ იყოს დაუშვათ პატივისმცემელი არც ტრადიციების, არც რელიგიის, არც სხვა რაღაცეების და ეს არის ომის შიში. ეს ყველა შიში არის, ესე ვთქვათ, საბაზისო ინსტინქტის დონეზე აგებული, მაგრამ ამაზე რეფლექსურად მოქმედებს ამ მრჩეველი. ამას სჭირდება შენგან ადეკვატური პასუხების გაცემა. არა წაყროება და არა ის რომ მოიცარა არა ის რომ ხო ფინგა დაკეთდება ეხა გეით, მაგრამ ამ ხო ხედავენ დასავლეთში რაღაც მათთვის არასასურველი რაღაცა. მე ვიყავ მსგავს იმაში და მე მითხრეს რომ პასუხი არის, რაც არის კიდევაც უბრალოდ როცა პოლიტიკოსი ხარ შენ რაღაცას რო ეუბნები, უნდა ხვდებოდე ეს მივა თუ არა და დაჯდება თუ არა და ეხა პასუხი არის რომ LGBT პროპაგანდა არ არსებობს, იმიტომ რომ რო გიტყვიან შენ რაღაცას არ შეიძლება. მაგრამ მოდი ვთქვათ იმაზე რა, ეხა 80 და 90%. ეს არ არის მარტო ადამიანის უფლებების საკითხი, აქ შემოდის კულტურული საკითხი, რომელიც ქართველებისთვის არის საკრალური და მნიშვნელოვანი. ამიტომ მათ უნდა იცოდნენ, რომ შენ ამ თემაზე რას აპირებ. წაყროება ამ თემაზე არ შეიძლება. ეს საკმაოდ ვრცელი თემა ერთ თუ გინდა სამივე თემა მე ცალკე გადაცემაში. მეორე ნაწილი. ხო, მაგრამ ფაქტია რომ ესე იგი მე იმის თქმა მინდა რომ უნდა შეიქმნას თუ ხელისუფლების ცვლილებაზე არის ლაპარაკი, უნდა იყოს უკეთესი ალტერნატივა, ეს ალტერნატივა უნდა ასხივებდეს მომავალს და არ უნდა იყოს წარსულის ანაბეჭდი და იმიტომ რომ დღეს ვინც არის ფაქტიურად ოპოზიციაში ყველა არის გარკვეულწილად წარსულის რაღაცა ვიციან ადამიანებმა წარსულში რა გააკეთეს, როგორ გააკეთეს, ამიტომ არის საჭირო მომავლის გაჩენა. მაინც ჩვენ დაგვემთხვა ეს ინტერნეტის ეპოქა, სადაც უკვე უკეთესი ალტერნატივა უნდა შეიქმნას. მე ვფიქრობ, ხო, ეს არის და ეროვნული თანხმობა უნდა მოხდეს. გაყოფას რაღაცა გაერთიანება ჯობია. კი ბატონო. მადლობა ირაკლი რომ გვესტუმრეთ დღეს და მადლობა იმაზრებისთვის და პოზიციებისთვის, რაც თქვენ გაგვიზიარეთ. დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნებოდა ჩვენი მაყურებლისთვის. დროებით.